დღის ხომთავარი თემები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში რამდენიმე სენატორთან გამართა შეხვედრები. პრეზიდენტი თავდაპირველად ჯენ შაჰინს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა, რომელმაც თავის დროზე მოიწვია მოსმენა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ის არის ასევე სენატორ გრემთან ერთად სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების ინიციატორიც. სააკაშვილი ასევე შეხვდა სენატორ ჯოზეფ ლიბერმანს, რომელიც ცნობილია რუსული ოკუპაციის მიმართ მკაცრი განცხადებებით. მოგვიანებით გაიმართა შეხვედრა სენატის ლიდერებთან გაფართოებულ ფორმატში. მას სხვა სენატორებთან ერთად მაკკეინი, რეიდი და მაკკონელი დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავდაცვითი იარაღი და მისი მიზანი ამის მიღწევაა. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის საჭიროება. იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს თავდაცვის შესაძლებლობა მომავალში რუსეთის თავდასხმისგან. ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკურ განვითარებაზეც. საქართველო გულწრფელად იმსახურებს ქებას შესანიშნავი ეკონომიკური განვითარების გამო, რასაც ქვეყანამ დემოკრატიული წინსვლის გზაზე მიაღწია. ჩემი და რამდენიმე ადამიანის პრიორიტეტია დავრწმუნეთ, რომ საქართველოს ჰქონდეს თავდაცვითი იარაღი, რომელიც მას სჭირდება. ეს იქნება საუკეთესო საშუალება მომავალში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფის შესაკავებლად იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეეძლოს თავდაცვა. ეს ჩემი მიზანია.